ღემშვიდობისა მოგესალმებით. ღემშვიდობისა ჩემო ძვირფასებო, ბედნიერი, წარმატებული და სიკეთით სავსე დღე მინდა გვისურვოთ ყველას. დღეს ისევ და ისევ ჩვენს უსაყვარლეს და უწმინდესზე და უნეტარეზე უნდა ვისაუბროთ. კი ბატონო, მართალია. თითქმის, რა ვიცი, ორ კვირაზე მეტი გავიდა რა. პატრიარქი გარდაიცვალა, მაგრამ ეს ზუსტად ეს არის, რომ გარდაიცვალა და იმ ქვეყნიური საქართველოდან ის ლოცვა კურთხევა. აბარა, ყოველთვის იქნება და ამ ხნის განმავლობაში არაერთი ძალიან საინტერესო სტუმარი ყოფილა ჩვენთან, რომელსაც მე არაერთხელ მithქვავს და ჩვენ გვითქვავს, რომ ყოველს თავისი პატრიარქი ყავდა და არაერთხელ მოუყოლია ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ფაქტები პატრიარქთან ურთიერთობის და დღევანდელი დღეც, ხო? კი ბატონო, პატრიარქს ყველას თავისი პატრიარქი ყავდა და მასთან შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი უსაყვარლესი რამ იყო. სამუდამოდ რო დარჩება გულში ისეთი შეხვედრა. დამეთანხმები რომ არაერთი როგორც გითხარი ძალიან საინტერესო ისტორია მოგვისმენია და დღევანდელი სტუმარი რომელიც არა მარტო ჩემთვის, ნებისმიერი ქართველისთვის ძალიან ძვირფასი სტუმარია. გავიგებთ მის ისტორიას პატრიარქთან დაკავშირებით, ხო? და მოდი მოიწვიე, შენ მოიწვიე. არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩვენი უფროსი მუხბე, პოეტი, პუბლიცისტი, არაჩვეულებრივი კაცი, რომელიც სამაგალითოა ქართველი ხალხისთვის, სვანებისთვის. აი, ჩვენი ბატონი ერეკლე საღლიანი. მობძანდით ბატონო ერეკლე. მაგვარცხარი მუხმე. ხოჩამდ მუხმე. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, მობძანდით. ძალიან დიდი მადლობა. ხო. თქვენი სტუმრობა ყოველთვის ძალიან საინტერესოა და ძალიან მრავალფეროვანი არის ხოლმე ისტორიებით და როგორც თქვით დასაწყისში დღეს გვინდა ვისაუბროთ თქვენი და პატრიარქის ურთიერთობაზე, პირველ შეხვედრაზე, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა, სად მოხდა პირველი შეხვედრა? აი, ნახეთ, რამდენი კითხვა ერთდროულად, ამიტომ ჩვენ გავჩუმდებით და გისმენთ. ხო. პირველი შეხვედრა ჩვენი მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ სვანეთში უნდა გახსნილიყო მოქმედი ეკლესია. ქონდა ბედნიერება და რა იყო ეს პირველი შეხვედრა. მე ვიგრძენი, რომ წუთის სოფლიდან მოსული კაცი მოუხდი სრულიად სხვა სამყაროში. მოუხდი იმიტომ, რომ პატრიარქი გახდათ ის სასულიერო პირი, რომელმაც თავის შიდა სამყაროში შეაღწია და მიუახლოვდა მაქსიმალურად აი იმ ირაკლი ღუდუშაურს, რომელიც უფალმა ჩაიფიქრა. ჩვენი ყველაზე დიდი სირთულე ეგ არის. რაც ვარ ჩვენ შესაძლებელია მიახლოებაც კი არ იყოს იმასთან, რაც უფალმა ჩვენში ჩადო. და მოვახსენე, რომ სვანეთში არ იყო ერთი მოქმედი ეკლესიაც კი. და რომელი წელი იყო, როდესაც ეს ეს არის 78 წელი. 78 წელს მოქმედი ეკლესია სვანეთში არ იყო. კი, არ იყო. აღსაყდრებიდან ერთი წლის შემდეგ. არც იყო ერთი წელი გასული, ეს მოხდა გვიან ნოემბერ-დეკემბერში აღსაყდრება და 78 წლის აპრილის თვეში შევდივარ მე. და გაეღიმა. შეზღუდული ვარ მეო. ძალიანო. ანუ იმდროინდელ ხელისუფლებას ერთი ეკლესიაც რო გაეხსნა სადმე, აი ეს კი სახვეწარი იყო უკვე. მესხეთშიო ქართველი ბავშვი რო იბადება, არამართმადიდებლურად ნათლავენ, იმიტომ რომ ეკლესია არ არის იქ. და მოდიო ჯერ მესხეთს მივხედოთ.
მეუთხარი უწმინდესო მესხეთში უფრო საჭიროა თქვა სვანები მოიცდით მეთქი წამოდგა და ჩამიხუტასე აი პირველივე შეხვედრა გახლდათ ასეთი მერე მოგვიანებით გაიხსნა სვანეთში მოქმედი ეკლესია მაგრამ მანამდე რომელი წელი იყო ბოდიში სიტყვა შეგაწყვეტინეთ რომელი წელი იყო მოქმედი ეკლესია რო გაიხსნა რამოდენიმე წელიწადში რა რამოდენიმე იმიტომ რომ აი უყურე რა ხდებოდა ეს იყო მისი სტრატეგიული გეგმა ჯერ სადაც ყველაზე რთული ვითარება იყო აი ხსნიდა მართლმადიდებლურ ტაძრებს მერე უკვე სვანეთში ახლა მაინც ეკლესიურობა გვაკლდა მაგრამ რწმენა მაღალ დონეზე იყო სვანეთში ყოველთვის მაღალ და ამიტომ საშიშროება ნაკლები იყო თუმცა თუ ეხლა იდეალურ ვარიანტს ვიგულისხმებთ რა თქმა უნდა ყველგან უნდა იყოს მოქმედი ეკლესია და არა ერთი დღეს უკვე საბედნიეროდ ერთი კი არა რამოდენიმე ეკლესია არის სვანეთში ახლა მეორე ნუ ეს მანამდე მე მრავალგზის შეხვედრები მქონდა უამრავჯერ და სხვათა შორის არც რჩევა დარიგება არ მომკლებია მისგან განსაკუთრებით მაშინ აფხაზეთის ომის დროს კატეგორიული წინააღმდეგი იყო მინდა იცოდეს ეს ყველა კატეგორიული წინააღმდეგი იყო და თან ახლა ბევრი საუბარი არ უყვარდა სიტყვა ძუნწი იყო და როცა აფხაზეთში ომი დაიწყო როგორ უყურებ შვილო შენ ამასო და ვერაფერი ვერ თქვი მერე მითხრა შვილო კავკასიაში არ შეიძლება ეს რასაც ჩვენ ვაკეთებთო აი რჩევები ახსენეთ თქვენ უამრავი რა არის რომელიც სულ მოყვებათ დღემდე და აი ძალიან საინტერესო თემად წამოვჭერეთ აფხაზეთის წინააღმდეგი იყო აფხაზეთის ომის წინააღმდეგი იყო თავისთავად აი მაგ პერიოდში გქონდათ როგორც ჩანს ურთიერთობა და აი რაზე საუბრობდით რა რჩევები იყო თვითონ რას ამბობდა ამ ომთან დაკავშირებით გარდა იმისა რომ რასაკვირველია წინააღმდეგი იქნებოდა თავარი რისთვის მიდიხარო კითხა როცა მე უპასუხე უწმინდესო მე არ მივდივარ კაცის მოსაკლავად მე მივდივარ კაცის გადასარჩენად გაეღინა ეს იყო ის პასუხი რასაც თვითონ ისურვებდა აი რჩევები ახსენეთ წეღან ბატონო უამრავი რჩევები აი ყველაზე გამორჩეულს მე რისი თქმა მინდა ეხლა პატრიარქმა გზა მოგვინიშნა ყველას მათ შორის პოლიტიკოსებსაც მე ამას მთელი ჩემი სრული პასუხისგებლობით ვამბობ აი რას გულისხმობ ჩვენ რომ პატრიარქის გზას გავყოლოდით არც აფხაზეთს არც სამაჩაბლოს არ დავკარგავ გულისხმობ პირველ რიგში მას რომ ძალმომრეობის გზით იარაღის ენით არ შეიძლება საკითხის გადაწყვეტა სხვათა შორის ქონდა ბოლო შეხვედრა იყო ეს და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა ისტორიული სიტყვა რომელსაც გვერდსულიან სამწუხაროდ პოლიტიკოსები საუბარია პაშინიანზე რა ისტორიული სიტყვა თქვა და რა იყო იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ის რაც ჩვენია ჯერ იმაზე უნდა ვთქვა თუ არის რაც ჩვენი არ არის ჩვენი არ არის სასწაული რამე თქვა
აი ეგ დღეს პუტინმა როიცოდეს, ტრამპმა როიცოდეს ეს უბედურება არ მოხდებოდა. რაც ხდება. ბატონო ერეკლე, ძალიან საინტერესო იყო ალბათ კიდევ ერთი შეხვედრა თქვენი პატრიარქთან, რის შემდეგაც თქვენ დაწერეთ ლექსი ხორბალზე. ხორბალზე. ქართულ თავთავზე. ეს იყო აი, მოდით მოგვიყევით ამის ისტორია, საიდან წამოვიდა ეს და შემდეგ როგორ მიიღო პატრიარქმა ეს ლექსი. დათო გველესიანი, ჩემი მეგობარი, ჩვენი მეგობარი. ჩვენი ყველა არაჩვეულებრივი ხელოვანი ადამიანი. ყინვალე და პიროვნებად გეთანხმებით. ანსამბლ რუსთავის სოლისტი კი ბატონო. მირეკავს სიმღერა დამავალეს ქართულ ხორბალს. ლექსი ჯეჯილის მეტი არაფერია იოსებ დავითაშვილისო და ჯეჯილზე მილიონი ლექსია ის სიმღერა დაწერილი. რამდენი მაქვს დრო თქვა და ხვალ დილამდე. ბიჭო ხვალ დილამდე რა ვქნა მეთქი? როგორც გინდა ისე დაწერო და მისიდა. აი კატევ გორიულად მომთხოვა. დაიწერა ლექსი. როგორ დაიწერა მართლა ეს კატეგორიული მოთხოვნა? აი როგორ და დღეს უკვე პატრიარქის სიტყვებში ეჭვი არ შეიძლება შევიტან. მივედით მერე. ჩოხოსნები მერაბ კირკიტაძე, გელაუ გრეხელიძე, ცხონებული ზაურ ტყეშელაშვილი, ცხონებული ბეჟან ხურციძე და ცხონებული გია არაჩვეულებრივი პიროვნება მის სულს ვენაცვალე მე მივედით წავკითხე შვილო ეს შენი დაწერილი არ არის ვაიმე შევწბი როგორ შევბედავდი უწმინდესო ვისია ვისი გავლენა ერთწუთიერი დუმილი ეს შენ ღმერთმა დაგაწერინო მართლა ეგრეა მართლა უცრება არის ერთ დღეში არა წარმოუდგენელი იყო მეს მიმაჩნდა შეუძლებლა დაიწერა აგერ უცებდა მერე სასწაულის simღერა შექმნა დათო ამ ლექსზე წიგნი გიჭირებთ ხელში და ეხლა ყველა წიგნი როგორც თოფი არის კიდევ ასენზე თუ არ გაისურვით კი მარა აქ უკვე წიგნი არ დამჭირდება პატარა ლექსი გახლავთ ქართული ხორბალი გისმენთ არა გაქვს ამ სოფლის აღარ ცეცხი და არც ვალი სამყაროს სიდიდეს იტევს შენი პატარა მარცვალი არსობის პური ქვია და ხორცი ჯვარცმული მაცხვარის შენში ცისმწველი შუქი კრთის არც მზე გაკლია არც ცვარი მიწასაღვიძებ მრავალი სიცოცხლე გამონაცვალი უფლის კალოზე ნალეწი და ხელის გულზე დამცხვარი ბრავო ბატონო ერეკლე რო ხვდებოდით პატრიარქს თუ ხვდებოდით რამხელა რანგის პიროვნებასთან ქონდათ საუბარი და ურთიერთობა ჯერ კიდევ ვერა მაგას მე მგონი ვერავინ ვერ დიდი ხანი ვერ მიხვდებით რატო ვერ ხვდებოდით წარმოუდგენელი იყო მე აი ერთ-ერთ გადაცემაში ასეთი რამე ვთქვი პატრიარქმა დროს გაასწრო მას დროში არ უცხოვრია ჩვენ დროში ჩარჩენილები ვიყავით ყველა გვიჭირდა ამის შეცნობა და შეგრძნება სხვათა შორის მე როცა წერილი უძღვენი მას მე უფრო ამიტომ წამოვიღე მინდა პატარა გისმენთ ის წაგიკითხო ამონარიდი წერილიდან ალბათ ხო დიახ რა იყო მაშინ როცა არაფერი იყო არასვენებს ეს კითხვა ოდითგანვე ადამიანს ძველი დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მოაზროვნემ ამ კითხვას ასე უპასუხა იყო შესაძლებლობა დიახ
იყო და არის შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა თქვენ გამოიყენეთ იმისთვის, რომ წამიერება მარადისობად გარდაგექმნათ და მარადისობა წამიერებაში ჩაგეწურათ. გწამთ და ეს რწმენა ჩვენც გადაგვდეთ, რომ მაცხოვარი არ გვტოვებს უფლის სიტყვის გარეშე. თქვენ საქართველოს მაშინ მოევლინეთ მხსნელად ქართულ ტაძრებში ლოდინით დაღლილ ფრესკებს ცრემლის შემამშრალებელი ლოცველი რომ სჭირდებოდა. მადლობა უფალს, რომ ყავს პატრიარქი, რომელიც სიკეთეს და სათნოებას ისე კირავს ჩვენ სულში, როგორც სვეტიცხოვლის და ნიკორწმინდის უდიდესი ოსტატები კვეთენ ჩუქურთმებს ამ ტაძრის ლოდებზე. და რა მითხრა? ნუ სოდაო. პირდაპირ მეწერა კაცო, რომ ცოცხალი წმინდანი იყო ჩვენს გვერდით. ნუ სოდაო, ესე იგი თავმდაბლობით დენა თავმდაბალი იყო და მე უთხარი უწმინდეს, მე ყველაფერში გემორჩილებით თქვენ, ერთადერთი აქ არ გემორჩილებით თქვენ. რას ეტყოდით იმ თაობას, რომელსაც პატრიარქთან ერთად არ უცხოვრია? პატრიარქის ეპოქაში არ უცხოვრია. მე თქვი, გული მწყდება იმაზე, რომ ცოცხალი რუსთველი არ მინახავს. დავით გურამიშვილი არ მინახავს. ვაჟა არ მინახავს. თუნდაც ზაქარია ფალიაშვილი არ მინახავს. გალაქტიონი არ მინახავს. ნიკალა ფიროსმანი არ მინახავს. მაგრამ პატრიარქს მოვესწარი. უბედნიერესი ადამიანი ვარ. მაგრამ მე ვეტყოდი აი იმ თაობას, რომელსაც ამ დროში არ უცხოვრია. ვეტყოდი იმას, რომ რუსთველი რო არ გვინახავს, წარმოდგენის დონეზე მაინც ვიაზრებ. ვაჟასაც ვიაზრებ. გაიაზრონ რა ფენომენთან მქონდა საქმე. გაიაზრონ რამდენ უბედურებას გადაგვარჩინა მისმა სიბრძნემ, მისმა ლოცვამ. არ გიკვირთ ბატონებო, რომ კიდევ სული გვიდგას, კიდევ ვარსებობთ. ჭაბუა მირეჯიბმა კარგად თქვა, ჩვენ ობოლიერი ვართ. ერთადერთიერი ვართ პატრონი რო არ ყავს და ჩვენ თავს კიდე ვერ პატრონობთ. ამიტომ უფალი პატრონად აი ასეთ სულიერ წყემს გვიგზავნის, როგორიც იყო ჩვენი პატრიარქი. აბსოლუტურად გეთანხმებით და თქვენთან საუბარი ვფიქრობ, რომ ამოუწურავი არის ბატონო ერეკლესთან საუბარი, თემები და აი დასასრულს აი რაღაცნაირად ჩვენც რო გვითხრათ ის რჩევა, რომელიც პატრიარქმა თქვენ ასე ვთქვათ მოგცა და მთელი ამ ცხოვრების განმავლობაში გაყვება ცუდად. ყველაზე დასამახსოვრებელი რჩევა. უამრავი. ერთი ყველაზე გამორჩეული. აი ბევრს არ საუბრობდა. კი ბატონო, თქვენ თქვი. ბევრს არ საუბრობდა და რა მახსოვს მე? მახსოვს, რომ ერთხელ თხოვეს, რომ იქ ლექსი წამეკითხა. და ეს იყო ჩვენი დიდი რეჟისორის რეზო ჩხეიძის გენიალურ ფილმზე ჯარისკაცის მამა, აი გიორგი მახარაშვილმა გერმანიაში ვაზი რომ ნახა. აქ რა მოგიყვანა შემადლიანო შენა, შებარათიანო შენა და რო დაიწყო შენ ხარ ვენახი ღირინი. მაქვს ამაზე ლექსი. მაგრამ აქვე იყო თავარი რამ, რომ მე მიკვირს ცენზურამ ეს მაშინ როგორ გაუშვა. ეს მომენტი კინოში რაც არის. ჯარისკაცს რო იქ
ტანკის რო ალიყური აჭამა და მერე სოფლიოს დასამოძღვრად თქმული სიტყვები გახლავთ ეს რა გზარარიო რომ ვენახზე არ გადაატარო ტანკიო ეგერარიანო გერმანელი ბავშვები მიდი და ესოროლეო ამით რა რინა თქვამი აი ამ საქციელიდან ვენახშენ უწყალოდ რო თელა უმოწყალოდ ერთი ნაბიჯია რო იმ ბავშვებსაც ტყვია ესორო ერთი ნაბიჯია იქამდე რო წაუკითხე ლექსი ესე მომიჭირა ხელი და რა ქვია ამ ლექსო და სხვა სათაური მქონდა ვაზის ტირილი და არ ქვია ამ ლექსო და შევიტანეს მე ვაზის ტირილი მერე ერთხელ ეს სვანეთში უკვე მაძალებდნენ რომ მეთქვა რაღაცა ხო და მერე მეუთხარი ხალხო მეთქი უფალი დუმს და მე რა უნდა ვთქვა მეთქი და აი ეგო სვანის ნათქვამია მაგიო და მერე მირჩია მეძებნამ სვანეთში აი ამნაირი თქმანი და შემეკრიბა ეს ყველაფერი სხვათა შორის აი ამ დროს და კიდევ ერთი რამ ბოდიში სიტყვა შეგაწყვეტინეთ თუ მოკრიბეთ აი ეს ნათქმული და გამოეცილ არა ეხლა გეტყვით კაცო და რა იყო რჩევა კიდევ გენიალური ბალადები გაქვთ სვანებსო და აი ამ სტილშიო რამე გააკეთეო გავაკეთე ესეც ესე იგი როგორი გამორჩეული დამოკიდებულება ურთიერთობა და რამხელა ძალა იმიტომ რომ ესე ადვილი არ არის როგორც ბატონმა ერაკლემ თქვა იგივე ლექსის დაწერა ერთ ღამეში და ასე შემდეგ რამხელა ძალა იყო და რამხელა მადლი რომ აი ამ ყველაფერს ბატონი ერაკლე აკეთებდა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. გიხარეთ, იმრავლეთ და რა ვიცი, მე ერთადერთი სიტყვა ვიცი სვანური და ყოველს მე ამაყება ხოლმე ბატონი ერაკლე რომ შემხდება და სულ ამას ვეუბნები. მიშკულად ეხსნა. შამდუხარი. აი ხლა ესეთი საოცარი სტუმრის შემდეგ გავიდეთ ძალიან პატარა რეკლამაზე და ძალიან მალე დავიბრუნდებით. რეკლამაზე გადით ერთი მაქვს სათქმელი კიდე.